სხდომა დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვნახეთ არაერთი დაპირისპირება, ძირითადად კრიტიკული და მწვავე კითხვები ჰქონდათ ბორდის იმ წევრებს, რომლებმაც მოითხოვეს ზოგადად ამ შეხვედრის გამართვა. დაახლოებით ბოლოს უკვე ერთ-ერთი ადამიანი, რომელმაც კრიტიკული აზრი გამოთქვა, იყო მემონტაჟე, რომელმაც ტელევიზია გულგრილობაში ამხილა. მან სხვა პრეცედენტები, სხვა საქმეებიც გაიხსენა იმის სადემონსტრაციო თუ რატომ შეიძლება მას ჰქონდეს კითხვები და ეჭვები გულგრილობასთან დაკავშირებით. ამის შემდგომ დაუპირისპირდნენ ლიკა შავგულიძე ბასილაიას, როგორც ხდება ხოლმე ძირითადად ბორდის სხდომებსა და შეხვედრებზე. ზოგადად საზოგადოება დაადანაშაულა რამდენიმე წევრმა ბორდის და სტაფის წარმომადგენელმა პოლიტიკური ქულების დაწერასა და ამ საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეზე გადატანაში. ამან გააღიზიანა შავგულიძე, რომელმაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში დატოვა სხდომა. მან თქვა, რომ არც ერთი იმ ადამიანისგან არ აქვს შენიშვნა მისაცემი, რომელიც შეკვეთილ სტატიებს წერდა და რომელიც არის რეჟიმის მსახური. მიღიმა ეს გუნდებში არის ძალიან ბუდის შეიძლება რომ ადამიანი იყოს გულგრილი. აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავიწყებდი ბუდიშით, რომელსაც ლიზას მივესალმები, იმიტომ რომ თქვენ აყენებთ სწორედ იმ დამსახურებულ კოლეგებს ბუდიშის მდგომარეობაში, მოსახლეობის მდგომარეობაში, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც ოფიციალურად დაიდო. ოფიციალურ განცხადება არაფერს არ ამბობს ლოგიკიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი ესე ავტომატურ რეჟიმში გამოირთო და ბუდიშიც არ არის მოსახლელიო, დაახლოებით ეგ უკვე შემდეგ იმ მიზღვნილ სპეციალურ ტექნიკურ ახსნა-განმარტების ეთერს ეხებოდა. დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხზე მე მარათონის შესახებ დაგისვით შიდა ჯგუფში საკითხი და ვითხოვე ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. გთხოვთ ამის გაუთვალისწინებლად იქნებ ბავშვებისთვის. ვიცი რომ ტექნიკურად რთული საკითხია, მაგრამ იქნებ გააკეთოთ რამე. 17 თუ 20-მდე ლაიქი მაქვს ამ საკითხზე გამოხმაურების დონეზე. შემდეგ ილიანმა გააკეთა 2 მილიონამდე თანხა თუ მეტიც შეაგროვა და შემდეგ ამ შეგროვების პროცესშივე ვითხოვე საჯარო სივრცეში, უпроსტად მოამბის ეთერში ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით უბრალოდ იქნებ რამე გამოაცხადო თქო და ეს ანგარიში დაურთო თქო. არც მაგაზე იქნა გამოხმაურება. გას საკითხი ძალიან მწვავედ იქიდან გამომდინარე დგას რომ სისხლის სამართლებრივი საქმე არის ხალხო გულგრილობა. მეტი კი არაფერი არა. მაგალითის სახით გიხდით ბოდის თუ კი ჩემგან რაიმე შეურაცხყოფილი მოგისმენიათ, ამისი მე არ მეშინია და თუ კი მე ჩემი მხრიდან რაიმეს. კი ბატონო, მაშინ დარჩით თავის მართლობის. იგა ერთი წამია კი ბატონო რა. სწორედ ეგ მინდოდა რომ მე თქვა თქვენთვის მე სხვა საკითხი არაფერი. ხალხთა სოლიდარობა გამოხატა ბავშვის მიმართ, გამოხატა სოლიდარობა მშობლის მიმართ და შეწუხდა ამ ფაქტი. გამოხატა სოლიდარობა წაქცევა გაუხარდა ბავშვის. ეს არის შედი მოსაზრება, შედი ინტერპრეტაცია, რომ შედ არ ახარ ობიექტური. შედ ელაპარაკე ბებიაჩებს საფლავში, სადაც წერს შენ ნაძირალა შენ ერთხელ მოხდა მაგის გამო, კიდე მოხდება. თავხედო შენ. ერთი წოდით. ეს ჩვენ სიამდვილეში ზადაგე. მოდი შევეგუოთ რომ პირებული მასა. გავიგეთ. წავედი აქეა. ვინ არის ანა ჩინჩალაძე? ჩინჩალაძესთან დაკავშირებით არაერთი კითხვა გაჩნდა სხდომაზე, მათ შორის მისი ვინაობითა და იდენტობით დაინტერესდა თავად ვასილ მაღლაფერიძეც და მოიკითხა იყო თუ არა დაშვებული საშვი ამ ადამიანზე, ხოლო რატომ გაჩნდა კითხვები ამ ადამიანთან მიმართებით? ამის მთავარი ახსნა არის ის, რომ ლიკა შავგულიძე ბასილაიამ განმარტა, რომ მშობლისგან აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინჩალაძე იმყოფებოდა სტუდიაში მაშინ, როდესაც მუსიკალური ნომერი მიმდინარეობდა, რომ ის არის ერთ-ერთი პედაგოგი ამ ბავშვების და შავგულიძის ციტირება რომ მოვახდინოთ, ჩინჩალაძემ ხელით ანიშნა ბავშვებს რაღაც და ამის შემდგომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, ასევე მისი ციტირება რომ მოვახდინოთ. ცხადია, ამ დეტალების დასაზუსტებლად თავად ანა ჩინჩალაძეს დავუკავშირდით, დაუსვით კითხვა თუ რა პოზიციას იკავებს ის ამ აკადემიაში, იყო თუ არა იმ კონკრეტულ მომენტში სტუდიაში, მაშინ როდესაც ეს მუსიკალური ნომერი სრულდებოდა და რაც ყველაზე მთავარია, რა მომენტში მისცა
ბავშვებს ხელით მინიშნება. ჩინჩალაძე თავდაპირველად ამბობს იმას, რომ ის ახლახანს შეუერთდა მუსიკალური აკადემიის გუნდს, არის პედაგოგი, დაადასტურა, რომ ნამდვილად იმყოფებოდა იმ კონკრეტულ მომენტში სტუდიაში, თუმცა ასევე თქვა ისიც, რომ მას არ დაუნახავს ბავშვის წაქცევის მომენტი, დაინახა ის, რომ გარკვეული მოძრაობები გააკეთეს სხვა ბავშვებმა და აქედან გამომდინარე ამას უკავშირდებოდა მისი ხელით მინიშნება. განმეორებითი კითხვაც დაისვა იმასთან მიმართებით, თუ რა ეტაპზე აღმოაჩინა მოზარდის გონების დაკარგვის შესახებ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ ჩინჩალაძის კომენტარები კითხვებზე. მის მომენტი ან რაიმე მსგავსი არ შემიმჩნევია, ჩაურევი აქეთ უყურებოდი, აქ ხან ხალხს გამოხებდიან რაღაცა, იმ მომენტში არ ვიცი მასას სად უყურებოდი, მაგრამ რაღაც მომენტში მახსოვს, რომ ბავშვებს უყურებდი, თან მართლა მივსი მაქვს ხალხში და ახლა სუსტად ვერ ხედავდი ყველაფერს. სიცარიელეც არ შემიმჩნევია, რომ რაღაცა ბავშვი აკლდა, იმდენად რაღაც დავინახე, რომ თავს აქეთ კი თაწიალებდნენ და მაგათმა უბრალოდ ისოდნენ და კამერისთვის ანუ წინ მხარეს მაიყურებდნენ და კამერის ყველაფერიდან აიღო მე კადრი. ასე ვთქვათ და გვერდით აქეთ ისეიყურებოდნენ, ჯერ კამერებს უყურებდნენ ხო და იძებენ ხო, იმიტომ რომ ბავშვების ხო იცით ახლა იგნორებდა არიან ხოლმე ეთერში ნამდვილი კამერა აქეთ მოძრაობს, იგნორებიან ხოლმე და უყურებენ აქეთ კიდევ ხდებიან რომ კამერა მიმანიშნა და საით იყურებით კი არა. რატომ უყურების თქო რა, ასე ვთქვათ და ცოტა კითხვის ნიშნის სახით რამე ხო არ მოხდა თქო, ანუ ამის კითხვა მინდა და ხედით, მაგრამ ბავშვებს არაფერი არ მანიშნებს რომ რაღაცა ან ხელი ხო შეუძლია თუ აქ ქვემოთ რაღაცა ხდება, არაფერი არ მინიშნებს. ბავშვის წაქცევა მართლა შემჩნევია, რომ მორჩა სიმღერა უკვე და გაითიშა ეთერი. უცებ ყველა ბავშვი შეტრიალდა რაღაცა იქ ახლოს ვინც იყო ხალხი, ყველანი მისჩვენდა და ამის ნაჩი რა ხდება თქო, მეც მივედი ეგრევე და დავინახე, მე ანკას ახენებდნენ უკვე. სხდომა, რომელიც დაახლოებით 2 საათისა და 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა შეაჯამა და დახურა ვასილ მაღლაფერიძემ, არაერთი განცხადება გაკეთდა. ბოდიში მოიხადეს მათ შორის ტელევიზიის წარმომადგენლებმა, ერთ-ერთი მათგანი იყო ლიზა ბაგრატიონი, მათ შორის ბოდიშის მომხდელთა სიაში იყო გოგონა, რომელიც ამბობს, რომ იმ დღეს ეთერზე იყო პასუხისმგებელი. ძირითადი ნარატივი იყო ის, რომ ბავშვის სიცოცხლე და ჯანმრთელობა მათთვის არის პრიორიტეტული და თუ კი არჩევანის საშუალება უნდა არსებობდეს ზოგადად ეთერის შეწყვეტასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის ცხადი ეს კითხვა არც კი უნდა დაისვას და ამბობენ რომ თუ კი შენიშნავდნენ რომ ბავშვი წაიქცა აუცილებლად ამაზე ექნებოდათ სათანადო რეაგირება. რამდენიმე საგულისხმო ფაქტი და ფაქტორი იყო ამ პროცესში. ლიზა ბაგრატიონმა თქვა ის რომ ხმა რომელიც გაისმა დაახლოებით ტაშის დაკვრის შემდეგ ბავშვი დაეცა. აი ეს ყველაფერი არც დაადასტურა და არც უარყო რომ მისია, რადგან ლიკა შაგულიძეს ჰქონდა ამასთან დაკავშირებით კითხვები, თუმცა მან თქვა ის რომ როდესაც დასრულდა მუსიკალური ნომერი თავადვე შენიშნა ბავშვის წაქცევა. მოკლედ დეტალი და ფაქტორი ამ პროცესში ფაქტი არის ძალიან ბევრი, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს არაერთი მიმართულებით. ბორდის კრიტიკულად განწყობილ წევრებს უჩნდებათ განცდა იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს თანამშრომლების ბოდიშის ხარჯზე დაასრულოს ეს საკმაოდ რეზონანსული საქმე. ისინი ამბობენ, რომ ბოლომდე მიყვებიან ამ ამბავს და ასევე ელოდებიან, როდის ჩაინიშნება მომდევნო ოფიციალური სხდომა. გარდა ამისა, ელოდებიან პროტოკოლსაც, სადაც უნდა იყოს გაწერილი და გათვალისწინებული ის თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე და ზოგადად ბავშვების ან ნებისმიერი იმ ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომელიც შეიძლება იყოს ტელევიზიაში კონკრეტულ გადაცემაში სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი სხდომის შედეგები, რომელიც როგორც უკვე გითხარით 2 საათისა და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.